ცენტრის ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით ინფიცირებულთა ასაკი 29-დან 40 წლამდეა. არის თუ არა ეს სტატისტიკა საგანგაშო და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქვეყანაში? ამ შეკითხვებს უპასუხებს მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე, რომელიც ასევე წარმოადგენს ასოციაცია თანადგომას. თქვენ უყურებთ გადაცემას მთავარი კითხვა, მე თემურ რუგულაძე. Თქვენ მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. Შეთი სტატისტიკა, რომელიც მე უკვე წავიკითხე, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს და გავიხსენოთ ეს ციფრები, ეს არის საქართველოში ოფიციალური მონაცემებით რეგისტრირებულია 3368 შემთხვევა, ამ დროისათვის მკურნალობაზე იმყოფება 1247 პაციენტი და გარდაცვლილია 742. თუ გავიხსენებთ მსოფლიო სტატისტიკას, სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს ციფრი არ არის საგანგაშო. თუმცა არსებობს კიდევ ერთი კანონზომიერება, რომელსაც ასევე სტატისტიკოსები და მედიკოსები გვიდგენენ, რომ საქართველოში არსებული ამ 4000-მდე შემთხვევიდან არაოფიციალური, არარეგისტრირებულია კიდევ 4000 შემთხვევა. არის თუ არა ეს მაჩვენებელი საგანგაშო ისეთი მცირე რიცხოვანი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, არის თუ არა ეს საგანგაშო, ამჟამად შემიძლია ესეთ დაწყნობით თქვა, რომ ის მონაცემები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, საგანგაშო როგორც ასეთი არ არის. ანუ დღესდღეობით საქართველოს მიეკუთვნება აი ინფექციაში ცის გავრცელების, ასე ვთქვათ, დაბალი გავრცელების, დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს. განსხვავებით იგივე ჩვენი დიდი მეზობლებისაგან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, სადაც მართლა საგანგაშო რიცხვებია და მაჩვენებლები. და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგანგაშო, როგორც ასეთი, ეს მაჩვენებელი დღესდღეობით არ არის. ლაპარაკია, როგორც თქვენ ვწარნეთ 3300 შემთხვევაზე, ცოტა მეტი. რაც საგანგაშო რიცხვად ვერ ჩაითვლება და რა ვიყოთ, ზოგად მოსახლეობაში აი ინფექციაში ცის გავრცელება, ეს 0.0 ძალიან დაბალი პროცენტი არის. მაგრამ ის რომ ეს მონაცემები დღესდღეობით არ არის საგანგაშო, დამშვიდობის საშუალებას არ გვაძლევს რა საკვირველია, იმიტომ რომ თუ არ გატარდება ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, ის პრევენციული ღონისძიებებს მეუბრუნდებით ჩვენ, მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ისეთი როგორც არის რუსეთი, უკრაინა და ასე შემდეგ, იქ გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი. ჩვენ საუბრობთ სტატისტიკაზე, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცასთან ფარდობაში. მაგალითად, იგივე ეს ჩვენი მეზობლები რუსეთის და უკრაინა რიცხობრივად დიდია და შესაბამისად რასაკვირველია? არა, რასაკვირველია პროცენტულ მაჩვენებელზე არის თუ არა ვთქვათ დადგენილი ზღვარი, რომ ვთქვათ 4 მილიონიან ქვეყანაში რა ითვლება საგანგაშო მაჩვენებლად, ან რამდენი პროცენტია ეს, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ, სად არის ზღვარი, რომელიც ზოგადად ესეა მიჩნეული, რომ სადღაც 5%-ზე მეტი თუ არის მოსახლეობაში ან გარკვეულ ჯგუფებში ლაპარაკი არის კონცენტრირებულ ეპიდემიაზე. ხა 5%-ამდე ძალიან ბევრი გვიძლია ზესაბედნიეროს და ღმერთმა დაგვიპაროს და 1%-ამდე და 0.5%-ამდეც კი ბევრს გვიძლია, ასე რომ ამიტომ ვამბობ, რომ ეს საგანგაშო მაჩვენებელი დღესდღეობით არ არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დამშვიდობის საფუძველს არ იძლევა, იმიტომ რომ ეხლა თუ ავიღოთ იგივე აი უკრაინა ვახსენეთ, რომ ავიღოთ სადღაც 10-15 წლის წინ შეიძლება იქაც არ იყოს საგანგაშო მდგომარეობა, მაგრამ დღესდღეობით იქ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობა. აქედან გამომდინარე კიდევ ვიმეორებ, რატომ არის აი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დღეს ვებრძოლოთ ამას და ამაზე ვიმუშაოთ, რომ აი ეს ციფრი არ გაცდეს იმ ზღვარს, რომელსაც უკვე თქვა საგანგაშო ზღვრით ქვია ჩვენი ქვეყნებთან. და აი ეს ბრძოლის მეთოდები ახსენეთ, რომ უნდა ვებრძოლოთ ამ დაავადებას, შესაბამისად პრევენციული ღონისძიებები. არის თუ არა ის მეთოდები, ზოგადად რა მეთოდები გამოიყენება საქართველოში აი ამ ასე ვთქვათ, როგორც მე-20 საუკუნეში ამ დაავადებას უწოდეს შავი ჭირი, ამ დაავადების საბრძოლველად და რამდენად ეფექტურია, იმიტომ რომ იგივე სტატისტიკის მიხედვით მე ვეყავ გაგიგზავნოთ, ეს მაჩვენებელი მზარდია. ეს მზარდი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ იმატარეგისტრირებულთა რიცხვმა და ასე ვთქვათ გამოვლინდა ეს ადამიანები და მანამდე ვთქვათ სადღაც ჭრილში იყვნენ და ასე ვთქვათ არარეგისტრირებული და რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, თუ ზოგადად დაავადება გავრცელდა და შესაბამისად
მოიმატა ამაჩვენება. კი ბატონო, მოგახსენებთ, დავიწყებ ცოტა იქიდან, რომ თქვენ ახსენეთ, რომ მე-20 საუკუნის შავი ჭირი, ეს ასე იყო, ეს იყო სასიკვდილო დაავადება, ეს იყო მორჩენელი დაავადება, შავი ჭირი და ასე შემდეგ. საბედნიერო დღესდღეობით შემდეგ ეს იყო გასაზრდელი, მაგრამ დღესდღეობით ეს ასე აღარ არის. თუმცა კიდე არჩა ადამიანებში და საზოგადოებაშია ეს სტერეოტიპი, რომ ეს არის მომაკვდინებელი დაავადება, დღესდღეობით აი ინფექცია შეიძლება არ ითვლება მომაკვდინებელი დაავადება, ეს არის ქრონიკული მართვადი ინფექცია. გამომდინარე იქიდან, რომ შეგვიძლია როგორც ახალი უწოდებს მართოთ ეს ინფექცია, რომ არ მივიდეს თქვათ ბოლოში ის სტადიამდე და ადამიანებმა დიდხანს ათწლეულები იცხოვრონ, რასაკვირველია გარკვეული ცხოვრების წესით და გარკვეული სამედიცინო, ასე ვთქვათ, ზედამხედველობისა და მოვლის პირობებში, ანუ ისევე იცხოვრონ როგორც სხვა ქრონიკული დაავადებულებმა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა და სხვა. ეს უბრალოდ კომენტარის სახით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ეს სტიგმის მომენტი, რაც არის ამ დაავადების მიმართ, შევარბილოთ და უფრო რეალურად დავანახოთ ადამიანებს სურათი. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ რა არის ეს პრევენციული ღონისძიებები და რამდენად ეფექტურია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პრევენცია გულისხმობს ინფორმირებას, ადამიანების ინფორმირების დონის ამაღლებას, განათლების დონის ამაღლებას ამ საკითხებზე. იმიტომ რომ ეს არის ის დაავადება, განსხვავებით სხვა დაავადებებისაგან, ხო, რომელიც შეიძლება რაც არ უნდა წესი დავიცვათ, არ დავიცვათ, შეიძლება შეგვეყაროს. ახლა გრიპის ვირუსი შეიძლება შეგვეყაროს, შეიძლება ფლიტოების ანთება, პნევმონია დაგვემართოს, მიუხედავად იმისა, რომ თუ არა ის ხო, თუ არა. ეს დაავადება არის ისეთი დაავადება, რომელზეც ჩვენ ზუსტად ვიცით საბედნიეროდ, როგორ გადაეცემა ადამიანს და როგორ შეიძლება შეეყაროს, ხო? და გამომდინარე აქედან პრევენციაზე როდესაც ვიწყებთ საუბარს, პრევენციას წინ უძღვება გადაცემის, წინ უსწრებს, ასე ვთქვათ, გადაცემის ზები, როგორ გადადის, რომ შემდგომ ვიცოდეთ, როგორ არ დაგვემართოს და როგორ არ გადავიდეს, ხო? ეს არის სქესობრივი ურთიერთობები, ხო, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობები, ანუ კიდევ უფრო რო განმარტო ეს არის პრეზერვატივის ან კონდომის გარეშე სქესობრივი ურთიერთობები, რომელსაც შეიძლება გადაეცეს ეს ვირუსი. მეორე ეს არის სისხლის გზა, სისხლისმიერი გზა და ეს ამაში გულისხმობა ყველაფერი, რაც სისხლთან კონტაქტში მოდის, ხო, ეს არის სხვისი შპრიცი, სხვისი სამედიცინო აღჭურვილობის არასტერილური ინსტრუმენტები, ხო, იგივე არასტერილური ნემსით დათვლილება და ასე შემდეგ, სისხლის გადასმა თავის თავად და ყველაფერი, რაც სისხლთან მოდის და მესამე გზა ეს არის ვერტიკალური გზა, როგორც ამას უწოდებთ, დედიდან შვილზე, ანუ ლაპარაკია ორსული დედიდან შვილზე, როდესაც დედა არის ინფიცირებული, ორსული დედა და მან შეიძლება თავის ნაყოფს გადაცეს ეს თქვათ იგივე ან ორსულობის დროს, ან მშობიარობის პროცესში, ან შემდგომ უკვე თვითონ პერიოდში. ანუ არსებობს ეს სამი გზა, ამ სამი გზის გარდა აი შეიძლება ახალგაზრდებსაც რო ხდება თეორიულად, აი როგორც არ უნდა მოინდომო, ძალიანაც რომ მოინდომოს ადამიანმა ამ ვირუსით ვერ დაიფიცირდა. შესაბამისად ვიცით რა გადაცემის გზები ადვილია თავდაცვის გზის ორნად. ამიტომ კითხვის ბოლო ნაწილს პასუხობ უკვე თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, რომ პრევენცია რასაკვირველი არის ეფექტური. იმიტომ რომ თუ ვიცი რომ როგორ ნამდვილად არ დამემართება და ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის, რასაკვირველია ეს უკვე არის ეფექტური გზა. და უფრო მეცაც გეტყვით, აი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ხო, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები, სადაც აი გავრცელდა ეს ინფექცია, ხო, 80-იან წლების დასაწყისში, შემდგომ ესეთ ძალიან კატასტროფულად იმატა ამ ინფექციამ და ზუსტად აი მიზანმიმართული ან ინფორმირების შედეგი განათლებაზე მიმართული ღონისძიებები იყო იმის საფუძველი, რომ დღესდღეობით ეს ინფექცია უკვე ეს კატასტროფულად აღავრცელდება და დასტაბილურდა და ინფორმირებულობა უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენცია თუ ეს ერთგვარად რაღაცა კონკრეტული უწყების ან არასამთავრობო. არა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური. რასაკვირველია, ამას სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს, ამაზე ზრუნავს არასამთავრობო სექტორი, ამაზე ზრუნავს საერთაშორისო ორგანიზაციები, ამაზე ზრუნავს სხვადასხვა უწყებები. ანუ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული უწყების ამბავი, იმიტომ რომ ამ ეს ინფექცია შეიძლება ახლა უხეშად რომ ყველა შეეყაროს
და არავინ დაცული არ არის და არავის კომპეტენცია ესეთი ექსკლუზიური უფლება ეს არ არის რომ ამაზე ინფორმირება. რამდენად მიდის საინფორმაციო კამპანია თქვა საქართველოში რაღაცა მე არ მახსენდება. საინფორმაციო კამპანია არა მიდის რასაკვირველია ხა რასაკვირველია უკეთესია რომ უფრო მასშტაბურად მიდიოდეს ეს და სახელმწიფო ასე ვთქვათ უფრო მასშტაბურად ეწევდეს ამის ღონისძიებას ამის ასე ვთქვათ განხორციელებას. თუმცა მიდის ახლა თქვენ თუ ვთქვათ დააკვირდებით საზოგადოებრივ არხზე მაგალითად არის სოციალური რეკლამები შიცთან ამ ინფექციასთან მისვენ და ანუ მაგრამ გეთანხმებით იმაში რომ ეს არ არის რასაკვირველია საკმარისი. იგივე ორგანიზაციები ისეთი როგორც თქვა ჩვენი ორგანიზაცია თანადგომა მუშაობს ამ საკითხზე უკვე რამდენი 12 წელია და ეწევისაგან მონაცვლეობა მუშაობს, მაგრამ როგორც მანამდე გითხარით 1-2 და თუნდაც 10 ორგანიზაცია ვერ გაწყვეტება ხო და 5 მილიონს თუ რამდენიც ვართ 20 მილიონ ადამიანს ვერ მოიცავს ხო? ამიტომ საჭიროა აი კომპლექსური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, დონორების მხრიდან, რომლებიც მსგავს იგივე კერძო სექტორის მხრიდან. იგივე რასაკვირველია კერძო სექტორის მხრიდანაც, იმიტომ რომ სწორედ ზანეთ რამდენად საკმარისია ეს ხა მე ცოტა გადავხვევ და ვიტყვი შეიძლება არ გესწრებოდეთ, მაგრამ მასობრივი მედიის საშუალებები ძალიან ხშირად სწოდავენ ამ საკითხში და უფრო ხშირად აი ამ სიუჟეტი თუ არის ამაზე აი შიცე ან ასეთი ფიცირებულზე უფრო ხშირად აი აშუქებენ რაღაცა ისეთი კუთხით, რომ არაპროფესიული კუთხით და ხშირად არასწორ ინფორმაციას აჟღერებენ და უფრო ორიენტირებული არიან რაღაც სკანდალის აგორებაზე. იგივე ვთქვათ თუ გავიხსენებთ, რომ კვირა არ გავა, რომ დილის საინფორმაციო გადაცემა არ დაიწყოს პირველივე ნიუსით, რომ კიდევ ერთი ადამიანი ინფიცირებული გარდაიცვალა შიცისაგან. ეს აბსოლუტურად არაკორექტულია. შეიძლება არაკორექტული არა, პირიქით ესეთ საინფორმაციო კამპანიის ნაწილად ჩავთვალოთ, რომ ადამიანებმა იბრძნოს საშიშროება, რომ მეტი მაგრამ ეს ამას რომ ებმოდეს კიდევ სხვა აღონიზებები ვიფიქრებდით, მაგრამ აი ესე გარშემოება რომ შევთანხმდეთ ერთ რამეს, რომ მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინფორმაციო კამპანიის აღიარებაში. ჩვენი გადაცემა ჩავთვალოთ აი ამ საინფორმაციო კამპანიის ნაწილად, ამას არაფერი არ არის, უბრალოდ ობიექტური და სწორი ინფორმაცია დაიწყოს და არა ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირიქით არასწორი ქმედებისგან მოწოდებს ადამიანს. მაინც დავიცავთ ჩემი კოლეგის ინტერესებს. თქვენ ჩამოთვალეთ სამი გზა, რომელთაც ძირითადად ვრცელდება ეს იმუნოდეფიციტი, ხო? ინფექცია. არის თუ არა ამ მათ შორის დიფერენცირება, რომელი მეტად საშიშია, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა სტატისტიკა, ვთქვათ ვერტიკალური გზით 2.2% საქართველოში არსებული მაჩვენებლიდან, სისხლის გადასხმით დაავადებული 0.5% და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი მაჩვენებელი მაინც ინექციური ნარკომანია სახელდება სტატისტიკის მიხედვით. და როგორც ცნობილია, მე არ ვიცი, ახლა კონკრეტულად არ მინახავს, მაგრამ ნარკომანები მოიხმარენ ჩვეულებრივად ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. რა ხდება მაშინ ამ ინფექციის გადატანის მიზეზი? უკვე ის არის არ მგონია ეხლა რომ თქვათ რომელიმე თქვათ შეკრებილ ნარკომანის ჯგუფებს ერთჯერადი ნემსი, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 თეთრს, ეს ქმნიდეს რაღაცა დისკომფორტს იმისათვის, რომ საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ, თქვათ ესე თუ დავაყენოთ რისკის ფაქტორი. მართალი ბრძანდებით სტატისტიკას შევეხოთ, პირველ ადგილზე ასე ვთქვათ, აი ინფიცირებულებს შორის ყველაზე დიდი ძილით მოდის ნარკოტიკების ინფექციური გზით მომხმარებლებზე. შემდგომ მოდის უკვე მეორე ადგილზე ჰეტეროსექსუალური ეტაპები და შემდგომ უკვე მცირე პროცენტები სხვა გასაგებია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რატო არის ნარკოინფექციურ მომხმარებლებში ასეთი დიდი და რომ ერთჯერადი ნემსის პრობლემა და შპრიცის არ არის დღესდღეობით, კი ბატონო. თუ კი მხოლოდ ეს არის. ხო, ერთს დავიწყოთ იქიდან, რომ დღესდღეობით აი განათლების დონე ამ საკითხებზე აიწია და იგივე ნარკოტიკების ინფექციური მომხმარებლებმა იცის, ძალიან კარგად იცის უმეტესობა, რომ და გამოყენოს ერთჯერადი შპრიცი, ერთჯერადი ინსტრუმენტი და ასე შემდგომ.
მაგრამ იგივე ეს ინფიცირებულები ახლა რიცხვი რო ავიღოთ, ხო? ეს ინფიცირებულები მოდიან, ეს არ არიან დღეს დაინფიცირებულები და გუშინ ეს შეყავს 5 წლის წინ, ზოგი 10 წლის წინ შესაბამისად, მაშინ როცა კიდევ ინფორმაციის ცოდნა და ინფორმაციის გავრცელება არ იყო და ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი როგორც დღეს. თუ ავიღებთ იგივე 10, 7, 8 წლის წინ სტატისტიკას, იქ ნახავთ, რომ ინექციური ნარკომანების რისკი დღესდღეობით 50%-ზე მეტ შეადგენენ ინფიცირებულთა შორის. მაშინ ეს რისკი იყო რაღაც 80%-ან 70%-ზე მეტი. ანუ დღესდღეობით იკლებს, ზუსტად იკლებს იმის გამო, რაც თქვენ ძანეთ, ხო? და იზრდება სხვა პოპულაციებში, ანუ ამ ჯგუფიდან ის გავრცელდა უკვე იგივე ამ სექსუალური და ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ხო გავიდა სხვა ჯგუფებში. შესაბამისად მათში დაიწია შედარებით რისკმა, აიწია სქესობრივი ურთიერთობების რისკი და ეს ტენდენცია არის ყველა ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს ერთი მომენტი არის თქვენი კითხვის, რომ იყო ინფორმაციის ნაკლებობა, ბევრი რამ არ იცოდნენ, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებით აი ნარკომანები, მოხმარებლები დაავადდნენ და ნუ დღესაც დასაკვირველია მათი დიდი წილი ხო არის აი ამ მაჩვენებელში მოქცევა. მეორე მომენტი რაც თქვენ ძანეთ, რომ იციან, მაგრამ ნუ გამომდინარე გარკვეული სპეციფიკებიდან, ახლა რაღაც ჩაუქმადების სხვა პრობლემა არის. ძალიან ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ იციან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წახვიდე, ვიყიდო, ვიცი და თქვა მე მოიხმარო, არის სიტუაციები, როდესაც ეს უკვე არ აღიჭერენ ამას უყურადღებას, უფრო პრიორიტეტულია ხშირად მოხმარება და იმ წუთას თქვა მედოზის გაკეთება, ვიდრე ის, რომ თქვა იმაზე ზრუნვა, რომ წავიდეს და თქვა ანუ ეს არის ასე ვთქვათ მეორე მომენტი, რატომ არის თქვა კიდევ ეს. და რაც შეეხება ახლა კიდევ თქვენ კითხვაში ბრძანეთ, რომ რომელი გზა უფრო საშიშია, ხო არ ვთქვი, რომ საერთოდ სისხლის მიერი გზა არის პროცენტულად ყველაზე მეტი, ანუ ამას შედის იგივე აი სინემსის მოხმარება, სუიციდის მოხმარება, იგივე არა ვთქვათ გადასხმა და ასე შემდგომ. თუმცა გადასხმების მხრივ ძალიან პატარა მაჩვენებელია, იმიტომ რომ ქვეყანაში მოქმედებს უსაფრთხო სისხლის პროგრამა უკვე რამდენი წელია და ასეთ შემთხვევები იყო, მაგრამ იყო სადღაც 10-15 წლის წინ და დღესდღეობით საბედნიეროდ აღარ არის. ამიტომ აი შედის ალბათ იმ ქალბატონის სტატისტიკა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიღუპა ქუთაისში. კი, ეს ცნობილი შემთხვევა იყო ქუთაისის, როდესაც აი ზუსტად გადასხმის გამო ქალბატონმა გააჩინა შვილი, ჯანმრთელი, თვითონაც ჯანმრთელი, შემდგომ შეექმნა რაღაცა პრობლემები, გადაუსხეს სისხლი იყო ინფიცირებული, შემდგომ ქალბატონი დაინფიცირდა, ის აწოვებდა თვითონ შვილის გარდაიცვალა. სამწუხაროდ ხო და ამისთან კიდევ ბევრი სხვა რაღაცა პრობლემები იყო მაშინ. ასეთი შემთხვევების საბედნიეროდ დღეს აღარ არის. თუმცა რჩება იგივე ყველაზე ხშირი გზა, ეს არის არასტერილური, უბრალოდ ცხვრის ნახმარი დაინფიცირებული თქვა ნემსის შპრიცის გამოყენება და ასევე ჭურჭლის საიდანაც თქვა ამას იღება. შეიძლება ჯერადი იყოს თვითონ ნემსი, მაგრამ თქვა იქ თუ რამდენიმე ადამიანი იყოს არასტერილური. ხო, ჭურჭელში და სისხლის გადასხმის, ნუ ეს არაპირდაპირი გაკეთება სისხლის გადასხმის, მაგრამ სისხლის მიერად გავრცელება ითვლება სილამაზის სალონებში არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება, თქვათ მაკრატლის და ასე შემდეგ, სადაც ხდება. ძალიან კარგია და მიხარია რომ საკითხს შეეხეთ. მაგრამ რეგულაცია ამის თქვათ კანონით არ არსებობს, რომ თქვათ ჯანდაცვის სამინისტროს ან ნებისმიერ სამწუხაროდ კომპეტენცია რომ გადაეცნოს მისი სტერილურობა, ეს უწყებები გაუქმდა. ალბათ, როდესაც უხდებოდა ეს უწყებები, რომელსაც აი ზედამხედველობა, სანიტარული ზედამხედველობა ევალათ იგივე სილამაზის სალონებზე, სტომატოლოგიურ კლინიკებზე და ასე შემდგომ, იყო იქ რაღაცა შესაძლებელი, მაგრამ ეს რომ მთლიანად გაუქმდა და აღარ არსებობს, რასაკვირველია ეს ჩემი აზრით და ძალიან ბევრი ადამიანის და ჩემი ორგანიზაციის აზრით არის დიდი შეცდომა და ამის შედეგებს დღესაც ვინგი. ეხლა რაც შეეხება აი თქვენ ძალიან რომ რამდენად დიდია ხო საფრთხე ამის გავრცელების.
ეხლა აქ ჩვენ უკვე მეორე საკითხს ვეხებით, ეს არის ჰეპატიტების საკითხი, ვირუსული ჰეპატიტების საკითხი და მოგახსენებთ რატომაც. ეხლა არასტერილური ინსტრუმენტით თქვათ სალონებში ინფექციის გავრცელება, აიფშიც მაქვს საუბარი ამ ინფექციის, არ არის რეგისტრირებული დღესდღეობით საქართველოში, არ არის დადასტურებული და გეტყვით რატომაც საფრთხე შედარებით ნაკლებია რამ მხრივ. რომ თვითონ ვირუსი, ვირუსი, ხო, ანუ ადამიანის ინფექციის გამწვევი ვირუსი, ძალიან სუსტი ვირუსია, გარემოში ადვილად იღუპება. დუღილის ტემპერატურაც არ არის საკმარის საჭირო მისთვის, რომ თქვათ დაიღუპოს ეს ვირუსი, იგივე თქვათ სპირტით თქვათ გაწენდათ. ანუ ესეთ რაღაცას, აი ეს ელემენტარულ რაღაცას თუ მაინც აკეთებს სალონი, ხო? შანსი იმისა, რომ ეს ვირუსი თქვათ გადაეცეს, თქვათ მემსახურე ერთ ინფიცირებულს, მე თქვათ გაწმინდა ან წამოაყვა ხო ინსტრუმენტი და შემდგომ მეორე შანსი იმისა, რომ ეს ინფექცია, ეს ვირუსი გადაეცეს სხვას არის, მინიმალური თითქმის არ არის. მაგრამ ამაგერო ძალიან დიდი შანსია და ძალიან ხშირია შემთხვევები, იგივე ვირუსული ჰეპატიტების, B და C ვირუსული ჰეპატიტების გადასაადვილად არის, რომელიც არ იღუპება ესე ადვილად, აქ თუ ლაპარაკია, რომ აი ვირუსი 70-80 გრადუსზე იღუპება, იქ B და C ვირუსები რაღაც 400 გრადუსამდეა საჭირო მიიღო ტემპერატურა, ისიც გარკვეული რეჟიმი, თქვათ 9 საათი 40 საათი, რომ ეს დაიღუპოს. ამას რასაკვირველია, ხო, ვერტჩვეულებრივად იღება უზრუნველყოფს, ვერტჩვეულებრივი დეზინფექცია, ხო, ამას საჭიროა სპეციალური სადეზინფექციო აპარატი. რომელიც დამთანხმებით ალბათ სალონებში ყველანი დავდივართ, ამას სალონებზე მოხდა, ეხლა უმეტეს სალონებში გავსი აპარატი არ უდგათ, ან თუ უდგათ, ძალიან ფასადურად რომ მოიხმართ. შესაბამისად, ზუსტად ამიტომაც ძალიან დიდია უკვე ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება ზოგად პოპულაციაში, როდესაც ასე ვთქვათ, გასაგებია განსაკუთრებით ვთქვათ, ჩვეულებრივი ხალხებში და მამაკაცებში, რომლებიც ვთქვათ არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც რა ვთქვათ, სარისკო ჯგუფებს არ წარმოადგენენ და ზუსტად აი ამ არასტერილული ინსტრუმენტებით იგივე სტომატოლოგიურებში, იგივე ვთქვათ, სილამაზის სალონებში ხდება მათი გადატანა და სხვათა ერთი პროექტიც დავწერეთ ამასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცია ლობირება იმ საკითხის, რომ სახელმწიფოს როგორმე ეზრუნა და კვლავ რამე სახით ან აღედგინა, ან ახალი სისტემა და სამსახური შეექმნა აი ამ ზედამხედველობის, სანიტარული ზედამხედველობის განვითარებით. და პასუხი გამოიღო. არა, ეს იყო უბრალოდ პროექტი, ეს პროექტი იქნა შეტანილი ჩვეულებრივ, არ დაფინანსდა სამწუხაროდ ეს პროექტი, მაგრამ ამით აღნიშნული იმას, რომ რამდენად ვთქვათ ეს საჭირო როტოა და ჩვენ თვლით, რომ საჭირო როტო საკითხია და საჭიროა, რომ სახელმწიფო გარკვეული ვალდებულებები ამ მხრივ აიღოს. კი ბატონო, ეხლა დასასრულისკენ წავიდეთ, აი ესეთი რეზიუმეს გავაკეთოთ. რა ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორებია? ჩვენ ვისაუბრეთ რა არის საჭირო პრევენციისათვის, რა გზით ვრცელდება, მაგრამ აი ეს ხელშემწყობი ფაქტორები არის მხოლოდ თქვათ ესე უხეშად ვთქვათ ანტისანიტარია, რაღაც სტერილიზაცია და ასე შემდეგ. მხოლოდ ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი ინფექციის გავრცელების. ნუ ხარ, რაც შეეხება ანტისანიტარია ხელშემწყობის ფაქტორები ბევრი სხვა დახალტების გავრცელების, მაგრამ როგორც გადაცემის გზების მხრივ, ანტისანიტარიასთან, სიბინძურესთან და ესე შემდგომ ეს არანაირ კავშირში არ არის. კიდევ მეორე, ეს გადადის მხოლოდ სისხლით, გადადის მხოლოდ თქვათ სექსუალური კავშირით და ასე შემდეგ. მაგრამ არის სხვა ფაქტორები, რომლებიც თქვათ ჩვენ ვავარაუდებს, ან გვაძლევს ვარაუდს, რომ ეს ინფექცია შეიძლება გავრცელდეს და მოიმატოს შემთხვევებმა და ასე. მაგალითად, ეს არის დავიწყოთ იქიდან, დავიწყე პრევენციაზე საუბარი, პირველი არის განათლება, კვლავ განათლების დონე საკმაოდ დაბალი რჩება მოსახლეობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტი არის შიშები, არის ფობიები, არასწორი წარმოდგენები, აი სტერეოტიპები, რაზეც მე ვისაუბრე და რაზეც აი ეს საინფორმაციო საშუალებები შეიძლება ხელს უწყობენ ამას, იმის მაგალითად რომ მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, განათლების დონე კვლავ რჩება დაბალი ზოგადად მოსახლეობაში, ეს ერთი. მეორე ის რომ ჩვენ გამოწვეულია მოსახლეობის ინდიფერენტულობით კონკრეტული დაავადების მიმართ თუ უბრალოდ არ არსებობს ის ინფორმაცია, რომელიც ვთქვათ მე იცით რა შეა საქმე?
ალბათ პროცენტულად რო გადავხედოთ თქვა სტატისტიკას, ყველაზე დიდი მაჩვენებელი მაინც რჩება თბილისში, საქართველოს მასშტაბით. თუ თქვა ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ თქვა რომ ეს მხოლოდ ინფორმირებულობის ბრალია, ალბათ ყველაზე მეტად ინფორმირებული საზოგადოება თბილისში. კი, რა თქმა უნდა, მithumedas დღესდღეობით იგივე ინტერნეტთან უკავშირი ყველას აქვს საქართველოში და ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეგიძლია. ერთი არის რომ თქვენ სწორად ზანეთ ინდიფერენტულობა, გულგრილობა, რაც საერთოდ ქართველებს ხო ახასიათებს ეს და განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებს ეხება ეს გულგრილობა და რაღაც ესეთი გულგრილი დამოკიდებულება, ეს არის რასაკვირველია ფაქტორი. მეორე როდესაც განათლების დაბალ დონეზე ვამბობთ არის აი მე თულად არ ვახსენა ეს სტიგმა და სტერეოტიპები ზოგიერთ ადამიანს, რომ იმდენად არ უნდა აი ამასთან შეხება, რომ ამაზე საკითხაც არაფრის არ უნდა და გაგონებაც არაფრის არ უნდა, იმდენად არის არიან რაღაცა სტერეოტიპებით დაშინებულები, რომ ეს მე არ უნდა შემეხოს, თუნდაც ინფორმაციის დონეზე, ანუ აი ეს მომენტიც არის. გარდა ამისა, განათლების დაბალი დონის გარდა არის რომ თქვით რომ პრევენციის ეფექტი არის დაცული სქესობრივი ურთიერთობები, ხო, ანუ კონდომის პრეზერვატივის გამოყენების დონე კვლავ დაბალია საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში. ანუ ესეც პირდაპირი, ასე ვთქვათ, ზღარი, რომელიც შეიძლება შეუწყოს ინფექციის გავრცელებას. მესამე, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელიც უწყობს ინფექციის გავრცელებას ხელს, ეს არის ინერციული ნარკოტიკების მომხმარებლების მაღალი რიცხვი. კვლავ შეიძლება ისეთი მაღალი და ნამდვილად აღარ არის როგორც იყო 90-იან წლებში, მაგრამ კვლავ ბოლო სტატისტიკით 200,000 აღწევდა. 200,000 აღწევდა, თუმცა ამაზე დიდი დავა არის ჩატარდა ვთქვათ ჩატარებულია კვლევა სპეციალური, რომელთაც ბოლო მონაცემით 40,000 ინიექციური მომხმარებელია საუბარი, ინიექციური ნარკომანია, თუმცა ეს 200,000 კვლავ ფიგურირებს. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მაღალია მომხმარებელთა რიცხვი. შესაბამისად, ესეც არის ფაქტორი. ასევე გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება შეითვალოს ის ფაქტი, რაც უკვე ვახსენეთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ძალიან დიდი რიცხვია ინფიცირებულების, იგივე რუსეთი, უკრაინა და ორივე ამ ქვეყანასთან ძალიან ისეთი მისვლა ჩვენი თანამემამულეების, ხო, ზოგი ცხოვრობს ჩამოდის, ზოგი აქედან მიდის და ხშირია ეს მიგრაცია, ანუ ეს პროცესებიც რასაკვირველია მოძიწყობს ამას. ეს უბრალოდ ამიტომაც, რომ აი ეს რისკები არის დღესდღეობით და აქტიურად ვიმუშაოთ პრევენციის სფეროში, ასე ვთქვათ. ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც უკავშირდება შიდსის დიაგნოსტიკას თვითონ, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, შიდსის დიაგნოსტიკა კერძო კლინიკებში საკმაოდ ძირად პირობულ სიამოვნებას წარმოადგენს და ხომ არ არის ეს განპირობებული, ვთქვათ, არარეგისტრირებულთა რიცხვი, ამითაც იმიტომ რომ შეიძლება თუ ვთქვათ არ აქვს მას საშუალება რაღაცა გზით დაინფიცირდა, მაგრამ მას არ შეუძლია გადაიხედოს შიდსის დიაგნოსტიკაში ის თანხა, რომელსაც ვთქვათ კერძო კლინიკები თავაზობენ. რაც შეეხება შიდსის დიაგნოსტიკას და აქვე დავუმატეთ მკურნალობას, ხო, იმ ადამიანებს ისეთი სრულდებათ. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ კარგი მდგომარეობა ამ მხრივ, რომ შიდსის მკურნალობა, ანუ ადამიანები, ვინც არიან ინფიცირებული, მათი დიაგნოსტიკა, მათი მკურნალობა, ზედამხედველობა, ყველაფერი ეს არის ამ ადამიანებისთვის უფასო, ამას ფარავს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაცია და უკვე მრავალი წელია ეს ორგანიზაცია ფარავს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯებს. ანუ ამ მხრივ ისინი ადამიანს, ვისაც ჭირდება, ვინც არის ინფიცირებული, ვინც არის ვისაც ჭირდება შემდგომი დიაგნოსტიკა კვლევისთვის, რომ ჭირდება მას მკურნალობა, არ ჭირდება რა ტიპის, ვთქვათ, ვირუსული დატვირთვა და ასე შემდეგ, ანუ რამდენი ვირუსია მის დასკვნა, ყველაფერი ეს ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ. და ამ მხრივ ყველა ადამიანს, ვინც არის ინფიცირებული, ამ მხრივ და უზრუნველყოფილი არის მთლიანად წამლებით. ეს მეორე საკითხი ხარ რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ აი ამ გლობალური ფონდის ხარდაჭერა. ალბათ დადგება მომენტი, როდესაც სახელმწიფო აიღოს და უნდა აიღოს ამის
ყოველთვის ორგანიზება თავის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მაგრამ ეს არის საუბარი ადამიანებზე, რომლებიც არიან ინფიცირებული, ანუ რომელსაც უკვე ამოვიდათ, რომ თქვათ არიან ინფიცირებულები. ხა რაც შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც მიდიან პირველად თქვათ ჩასატარებლად ანალიზის, ამ მხრივ არსებობს სხვადასხვა IAPI ტესტები, შეუძლია თქვათ გამოიყენონ სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის ჩვენ ორგანიზაციასაც. ანუ ეს ამ კონტექსტში შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენ ხო, ანუ ეს არის ინფიცირებულებისთვის, და ჩვეულებრივ მოსახლეობას შეუძლია ჩაიტაროს ასრობის სწრაფი ტესტები, რომლებიც სწრაფი ტესტები. ეს არის ზოგიერთი კლინიკაში მიშის დიაგნოსტიკის ღირებულება 200 ლარამდე აღწევს მისი ღირებულება. არა, დიაგნოსტიკა არ ნამდვილად 200 ლარამდე, რასაც ქვია დიაგნოსტიკაში აქვს სხვა გასაყოფი არის, ერთი არის დიაგნოსტიკა ინფიცირების შემდგომ, ამასაც დიაგნოსტიკა ქვია, რომ თქვა გაიაროს იქ არის ადამიანი ინფიცირებული, მაგრამ რამდენი ვირუსია, როგორ არის თქვა იმუნიტეტის მაჩვენებლები, ხო, თრომბოციტების მაჩვენებლები. აი, ეს ყველაფერი კი ძვირიჩდება, მაგრამ კიდევ ამბობ ინფიცირებულებისთვის ეს არის უყურებასო. მაგრამ პირველად ტესტირებას მივიდა და დაინტერესდა, მან ეჭვი შეიტანა მთელი რაღაც ქმედებების გამო მიმართა კლინიკას და მას უნდა დიაგნოსტიკა არ გვერდს ძალიან საკმაოდ IAPI ღირს და გარდა ამისა კიდევ ამბობ არის ბევრი ორგანიზაცია, როგორც ჩვენ თანადგომა, სადაც შეუძლია მოვიდნენ და აბსოლუტურად უფასო არის პირველადი ტესტირება, რასაც ქვია. ანუ პირველი ტესტირების პრინციპი რა არის, რომ იკეთებს ტესტს, სხვა ტიპის ტესტები, უმეტეს შემთხვევაში სწრაფი ტესტები, ჩვენ მაგალითად გვაქვს თითის ტესტები, შორტი თითის ჩხუბით და 5-7 წუთში უკვე პასუხი იცის ადამიანი. ეს არის ემგზნობელობის ტესტები, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანი არ არის ინფიცირებული, ნამდვილად არ არის ინფიცირებული. თუ აჩვენა, რომ სავარაუდოდ ინფიცირებულია, აი ამას უკვე ჭირდება მეორე ეტაპი, უფრო ღრმა ანალიზი და უკვე სწრაფი ტესტი ვეღარ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ამ სწრაფ ტესტს არის ზოგჯერ ესე სრულ დადებითი პასუხები, იმიტომ რომ როგორც ის ემგზნობიარე ტესტია და შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე რაღაცა პროცესების გამო აღიქვას თქვა დადებითი. ამ შემთხვევაში თუ ამოვიდა დადებითი, უკვე მიმართავს დადასტურებას, ან კონფირმაციას, ან ტესტირების კონფირმაცია, რომელიც საბოლოოდ დაადგენს, რომ ადამიანი მართლა არის ინფიცირებული თუ არ არის. ამის შემდგომ უკვე თუ არის ინფიცირებული, ის უკვე მას ეწყება ჩვეულებრივი დიაგნოსტირების, მოვლის, მკურნალობის, აი პროგრამაში ჩაერთვება, რომელსაც აფინანსებს გლობალური ფონდი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და ჩვენ შეკითხვას პასუხობდა მეცნიერის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ჩიხლაძე, რომელიც ასევე წარმოადგენს ასოციაცია თანადგომას. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.